თავს შემოგევლეო. ამ თბილი გამოთქმის ისტორია ძველ რწმენა წარმოდგენებში იწყება. ძველ საქართველოში ადამიანი ავადმყოფობას მხოლოდ სხეულის სისუსტედ არ აღიქვამდა. ის ფიქრობდა, რომ სენი შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო უხილავ, უარყოფით ძალებთანაც და ამიტომ ავადმყოფის თავზე ცხოველს შემოატარებდნენ, თითქოს ამ გზით სენი მასზე გადავიდოდა და ავადმყოფიც განიკურნებოდა. დრო გავიდა, ეს წარმოდგენები გაქრა, მაგრამ გამოთქმა დარჩა. მისი შინაარსი კი შეიცვალა. პირდაპირ მნიშვნელობა დაიკარგა და ადგილი დაუთმო ზრუნვას, სითბოსა და ემოციურ მიჯაჭვულობას. გამოთქმა განსაკუთრებით ცოცხალია ყოველდღიურ მეტყველებაში, ოჯახში, ახლო ადამიანებს შორის, როცა სიტყვა უფრო მეტად გრძნობა ხდება, ვიდრე უბრალოდ ფრაზა. აი ასე, ერთი ძველი წარმოდგენიდან ქართულ ენაში დარჩა ძალიან ლამაზი და თბილი შინაარსი. როცა დღეს ვინმე ამ ფრაზით მივმართავთ, მხოლოდ სიყვარულს არ გამოვხატავთ, ამ სიტყვებში გაცილებით ღრმა აზრია ჩადებული. მზად ვარ შენი ტკივილი ჩემს თავზე ავიღო, ოღონდ შენ მყავდე კარგადო. ალბათ ამიტომ არის, რომ ქართულ ენაში ეს სიტყვები მხოლოდ სიყვარული და მოფერება კი არა, თავგანწირის ფიციც არის. თუ გინდა გაიგო კიდევ უფრო მეტი რამ ქართული ენის ისტორიიდან, მაშინ გამოიწერე ჩემი გვერდი.